ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ საღამო მშვიდობისა. დღეს კვირის რეპორტაჟში წინა საახალწლო მზადების შესახებ გიამბობ, მაგრამ ეს მზადება განსხვავებული იქნება იმ სურათისგან, რასაც საქართველოს ნაციონალური არხები გიჩვენებენ. ეს არც პომპეზური და ძვირადღირებული კონცერტები და არც საახალწლოდ მორთული ქალაქებია. ახალი წლის წინ ჩვენში და ქართლში საზღვრისპირა სოფლები მოვინახულეთ და იქ მცხოვრები ადამიანების გაუსაძლისი ყოფა ვნახეთ. იქ სადაც ახალი წლის მოსვლა არ იგრძნობა, გიორგი მოლოდინი იმყოფებოდა. საახალწლო ბაზრობები, ნაძვისხეები, ხელოვნური წვიმები და თოვლი კონცერტები, უცხოელი სტუმრები, ილუზიონისტები, ქუჩის მუსიკოსები, სატელევიზიო ხუმრობები ამ ყველაფერს ცისფერი ეკრანებიდან მრავლად ნახავთ, მაგრამ ის რისი ნახვის შანსიც არ გაქვთ, იმას ჩვენ გაჩვენებთ. ასი ახლოს მიზანთან პირველად ვარ. ქვემო ნიქოში ადგილობრივები ასე ხუმრობენ. ცხინვალში თამადარო მილოცება სახლში გვესმისო. ჩვენ მათი მოსმენის არც დრო გვაქვს და არც სურვილი. მოსმენით კი ქვემო ნიქოზელებს უნდა მოვუსმინოთ. აგვისტოს ომიდან დღემდე მათ სათქმელი ბევრი დაუგროვდათ. აი ეს ნობიოშვილი ომიდან რო დაბრუნდით და დაგვირიგეს მაშინ. ჩავალბე ხა წუხელის გავარჩიე, ჩავალბე რომ მოიხარშოს. კონფლიქტურ ზონასთან სულ რაღაც 300 მეტრში ბარბარობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ჩვენთან ამ დღესასწაულს მართლმადიდებლები ლობიანებით ხვდებიან. ქალბატონი ნელი ცდილობს ტრადიციას არ უღალატოს. ამისთვის ასევე ტრადიციულ მეთოდებს იყენებს და ეგრეთ წოდებულ დახმარების ლობიოს 2 დღით ადრე წყალში ალბობს და ცოტა ზეთს ამატებს. მემზადები ბარბალობისთვის ახლა მაინც რახან საქავარ ცხოვრობდა ნიქოში ვარ არა, ის ტრადიცია არ მინდა რომ დავარღვიო რომ ჩემ ოჯახში ბარბალობის დღე ლობიანები დავაცხო და ჩემ შვილებსა და შვილიშვილებსა მიულოცო ბარბალობის დღე. გამოვა რამე ამ ლობიოს? გამოვა ეხლა მოუხარშა, გადავქვა მწვანილებს უზავ, სუნელებს უზავ და ცოტა გემრიელი გამოვა და ბარბალობას დავიყენებ. დინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარე ოდითგანვე უხმოსავლიანობით გამოირჩეოდა. სოფელში მოყვანილი პროდუქტი ყოველთვის საკმარისზე მეტი იყო. 2008 წლის მოვლენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შეწყდა სარწყავი წყალი, მოსახლეობის ნაწილის სახნავს სათესი მიწები ოკუპირებულ მხარეს დარჩა. ნიქოზელების ოდესღაც სავსე ბეღლები ნელ-ნელა დასარიელდა. შესაბამისად მდგომარეობაც გართულდა, ოღონდ გართულდა ყველასთვის. ვაშლი, მსხალი, პამიდორი, სულ ყველაფერი. მიქონდა გორის ბაზარზე, თბილისში, როცა რუსეთობა იყო, რუსეთშიც მიქონდა და ყიდიდით რეალიზაციას უკეთებდით ამ ჩვენ ცხინვალში. ცხინვალი ძალიან ახლოს ჩვენთვის. ერთ საათში უკვე სახში იყავი. წაიღედი პროდუქტს, გაყიდიდი ცხინვალში, ჩამოდიოდი. იქ იყიდიდი, მე იმ ფულსაც ახლა იმ რუსულ ფულს დავხარჯავდით, ვიყიდით, აი ნამდვილად რო არ გვიჭირდა. ომის მერე რაც წყალი აღარა გვაქვს, ძალიან გაგვიჭირდა სოფელსა. თვის დასაწყისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემო ნიქოში თითო ოჯახზე 2 კუბურ მეტრამდე შეშა და 1 ტომარა ფქვილი დაარიგა. მაგრამ იქ, სადაც ზამთარი ნოემბერში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება, კარგად იციან რამდენ ხანს ეყოფათ შეშის ესმარაგი. არც 1 ტომარა ფქვილის გახარჯვა წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას. არც გვაქვს ტყეები ჩვენ. არც ადრე ყოფილა, არც ეხლა ტყე არ აქვს. ტყე არ აქვს. ფული კუდა ყიდულობდი 500-ზე, სადაც 500-ზე შეშასაც ავყიდულობდით, ქვილსაც ავყიდულობდით, ღორებსაც ავყიდულობდით, ყველაფერს ავყიდულობდით ჩვენი მოსავლითა. სანამ ჩვენ ნელი ბებოს სტუმრობდით, სოფელში ხმა გავარდა, ჟურნალისტები მოვიდნენ. სოფლის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა გველოდება. როგორც ჩანს, ჩვენამდე აქ კარგახანია, ფეხი არავის დაუდგამს. ვთხოვ რიგრიგობით და დამშვიდებულებმა ისაუბრონ, თუმცა უშედეგოდ. ციხილი დაგვიხმა, რაღაცები დავწესეთ და უწყლობით ჩაიწვა. 83 ქულა გამოვყვანეს კანონი არსებობს ამ ქვეყანაზე. აი ემეთ, აი მიიბიდანით ემის სახთა სიამოწმე, თუ ამაც ეღარიბები კიდევ ვინმე არის. როგორც იქნა გავარკვიეთ. სარწყავი და სასმელი წყალი, სოციალურად დაუცველთა სტატუსის მიღება და ომის შემდეგ დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთება სოფლის მთავარი პრობლემებია. წყალს 2 წელია ოსები ეპატრონებიან. 2 წელი კი საკმარისი აღმოჩნდა სოფელის შიმშილის ზღვარზე მისულიყო. დაპირებული ალტერნატიული წყლის სისტემის მოლოდინში მესამე წელი დაიწყო. ერთ-ერთ მთავარ პრობლემაში გარკვევას გურამ დევიძესთან ვცდილობთ. ის პროფესიით ინჟინერია. საქართველოს მასშტაბით მას არაერთი წყლის საქაჩი სადგური გაუმართავს. პროფესიული გამოცდილება საშუალებას აძლევს ეჭვი შეიტანოს ხელისუფლების დაგეგმილ პროექტში.
ქვემონიქოს პრობლემა მოეხსნება 30%, აი ეს 1000 მმ-იანი მილი რო გაივლის და იგივე პრობლემა დარჩება. პრობლემა დარჩება იგივე ზემონიქოზის 50% არ გასარწყავდება, ქვემონიქოზი არ გასარწყავდება 50% და კიდევ ეს პრობლემა იქნება. რა ტიპის პრობლემებს წარმოშობს მე? წარმოშობს რა ისედაც გახმა ნარგავები, არ არის სარწყავი წყალი, მრავალწლიანი ნარგავები ამოიზირყვა, სოფელი გაჭირვებაშია და გინდა ყოფილა, გინდა არა ყოფილა რა უნდა იყოს. სარწყავი წყლის პრობლემას სასმელი წყლის მოსდევს. სასმელ წყალს მინერალური შენაერთები და 1000 გაუგებარი ნარჩენი. ბატონი გურამი ამ საკითხშიც ერკვევა. გვიხსნის, რომ ონკანში გაუფილტრავი წყალი მოდის. არ დაილევა. ქვაბში რომ მაგალითად აი ჩაის ადუღებს ადამიანს თუ წყალს აცხელებს, იმას ჯერ 2 დღე რო წყალი გაჩერდეს, ზეიდან თავისი ქონი ეფი. არ არის ქალებო ესე. ზეიდან თავისი ქონი ერთვის. შემდეგ რო გააცხელებ ამ წყალს და დაცლი ამ ისა ქვაბსა, შიგთელი დანალექი აქვს და მიეკრობა. ესე იგი მარილები შენარევია. ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის უვარგისი. ქვემონიქოზში 2 უბანია, ზემო და ქვემო. ეს კი ყველას მწვანილია. სარწყავი წყლის არარსებობის პირობებში კი ეზოსწინ ონკანი დიდი ფუფუნება. ქვემო და ზემო უბანში მხოლოდ ლამარა ლანგურაშვილს გაუმართლა, მაგრამ თავისი მდგომარეობით ბოროტად არ სარგებლობს. პრობლემაც საერთოა და მოყვანილი მწვანილიც. აი დავაგდანდი და ნახეთ იქა წყალი თუ მისულა. მთელი ხეები თუ დახვნენ რამდენიმე წელია იმ ხეებს. რამდენიც მოვიდა შემოწმებაზე ყველა მე მივიდოდი გამგებელთან და ხო გაგიმართავ დღემდე მოიყვანა დღემდე გავმართავდა. უარის თქმა არ გამოვა. სახლის უნდა ვნახოთ და ნაზიბებოს პრობლემებიც მოვისმინოთ. აი რამდენიც ქარია მოვარდე იმდენი სისისგან რომ თავი ხელით მიჭირავს არ გადახატოს არ გადავარდს. იხსენებს კომისიის წევრების სტუმრობას და გამგებლის უარს. რამდენიც წავიდოდა და მე იმედი მქონდა იმდენი გადავიდოდი გამგება ორს იძახდა. დღესაც მეუბნება, იქნება. მერმისი თვითონ, მერმის გაგიმართა. შეიძლება შვილო ესა მითხარი. რავი არ დავაშავეთ, არ ვიცი მე. ყველაფერი ერთი ლურსმანი არ მოგიტანი. ვასი ბლოკი გამოწერილი. რაფაჯარი გამოწერილი. ცემენტი ყოეთურა გამოწერილი არაფერი არ მოხდეს. სტეფნაძეებიდან კანდელაკებში გადავდივართ. პრობლემები იგივეა. ომის დროს დაზიანებული სახლი, გაურკვეველი ვადით გადებული პირობები, სამახსოვროდ შენახული რუსული ჭურვები და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები. ჟეშტი მოუწია და რატომ ვერ ახერხეთ ამ ჟეშის დაფარებას და იქნებ წყალიც აღარ ჩამოვიდეს? მე ჟეშტი მოუწია, სტრაფილი მინდა, შილოკავიდა და ეს კიდეც რო გამოცა ჩამოვარდი მე კიდე დამეგრივა და. აი ჩემს დროს გუშიც გადაიგა კედელი. თუ დააფარა, აი მე გვერდი. დაზერკვეზე დააფარა, ხო დაიგრივა. სანამ სახურავს გადახურავს, მანამდე აქ უნდა იცხოვროს. სოფლის დატოვება სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება. ჩვენს გათავისუფლებას ადგილობრივები ჯერ არ აპირებენ. კიდევ ერთ ოჯახში სტუმრობა გვიწევს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შეფასებას მოსახლეობა ჩვენგან ითხოვს. აბა გაკეთებული ესა? დაინახე მაგალითად იმარო ნადენია რა დღეში ვარ. ჭე როგორ არის გაუხრებული. გვერდზე პანჯერას ვხედავ გაკეთებულს. ის ერთ წელი მოიტანეს. ეს ორი ცუნა მეეტანა და აღარ მომიტანეს. დავრჩი ეს. მაგ ჩამოგრული ცელოფლები დამთარშა ისე თოვლია შემოეხა, მაგრამ იქნება. თქვენ თვითონ ვერ ახერხებთ? რა გავახერხო მითხარი? მასალა მე არა მაქვს, არაფერი მე არა მაქვს. ეს ქვემონიქოზის ზემო უბანი იყო. უკვე ვიცით რომ ქვემო უბანშიც გველოდებიან. გამარჯობათ. მე ჟურნალისტი ვარ, გადაცემა კვირის რეპორტაჟიდან. შესაბამისი ტექსტები მზად არის. გვაბარებენ თხოვნებს პრეზიდენტთან, წმუნებულთან, გამგებელთან. ვიყვებიან თავიანთი გაჭირვების და სოფლის შესახებ. შესაძლებელია გაგიკვირდეთ, მაგრამ სოფელში რომ დაიაროთ, ოჯახში შეიძლება 1 ლარი ვერ იშოვოთ რა. აი ნამდვილად და პენსიონერი გახდა სანატრელი. ოჯახში გახდა პენსიონერი სანატრელი. მაშინ როცა პენსიონერს ის თავისი პენსია წამლის ფულათაც არ ყოფნის. არის ისეთი ოჯახები, რომელსაც არც შემოსავალია ეხლა, არც პენსიის ასაკია, არც სამსახურები აქვს ახალგაზრდებს. აი რითი არსებობს ამ ოჯახებმა ის მაინტერესებს ერთი. აი რითი ვისულდგმულოთ. მრავალსაათიანი მუშაობა საზღვრისპირა სოფელში როგორც იქნა დავასრულეთ.
შტაბ-ჭრილებები მძიმეა. აქ მოჩვენებით სიმშვიდეს რეალური შიმშილისვლის, უსაზღვრო დაპირებებს, უსაზღვრო უნდობლობა. ჩვენი შემდეგი გაჩერება, შემდეგი საზღვრისპირა სოფლებია. ფლავისმანი სოფელია, ტირიფონის არხის ნაპირას. დასახლებული პუნქტიდან 200 მეტრში უკვე ოკუპირებული ზონაა. სოფლის თავზე მეორე სოფელია, ზემო არცევი. იქ უკვე რუსის ჯარი დგას. ანუ ტყეში სულ არ შედიხარ? არა, ტყეში აღარ. შიშა საიდან მოგხდება? აი, ყიდულობ და იქიდან თუ მოგ. ოჯომის ხეობია. მოსახლეობასთან შესახვედრად საუკეთესო ადგილი სოფლის ბირჟაა. რახან პირობითი საზღვარი ასე ახლოსაა, ადგილობრივებს ვთხოვთ მაქსიმალურად ახლოს მიგვიყვანონ უკონტროლო ტერიტორიასთან. აგე სახლები რამე ჩასე იჯები გადაეცა სულ. აი, პირდაპირ ჩას, მან ძველ სახლებს ჩას. ნაგებები ჩასე. პატარა მთელი ზოგადასწრები. აგე ჩოლებად გადმოდიან, აი ეს. აქ არის ის რა ქვია, სამხსოს ვეძახს რა, სალუსალო ჩვენი. გზაგადმოდის მანდიდანა და პირდაპირ ჩემს სახლს უნდა დაანათო. უნდა თუ. აქედანაც ის არის, რომ აი გამერო ჩამოვიდეს ლუბოი ჩოფერში შემოვიდა. ეხლა აქ ჩვენ ახ მოდიოთ. შეიძლება ვიღაც გიყურებს ბინოკლით, ჩვენ ხარ ვიცით. აი ჩვენ როდივართ, ჩვენ ხო წარმოდგენს არ გვაქვს. და ძალიან ჩვეულებრივად. სანამ ჩვენს ყოფილ მიწებს ვათვალიერებთ, მანამდე ზემო არცეველი ოსები სოფლის თავზე ძროხებს მწყემსავენ. სხვა საზღვრისპირა სოფლებისგან განსხვავებით, აქ არც ფქვილი და არც შეშა დაურიგებიათ. უკან ვრუნდებით და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის მოსმენას ვცდილობთ. შიშაზე ვერ გადიხართ ვერაფერი. სანდა ხოლმე იქ დაგიჭირეს აივან ცხინვარში სადაც საწახო. ზუსტი დაწვრილებით პასუხი შეგიძლიათ მოისმინოთ ყიავში გამგეობაში. თქვენ მოგისმენიათ ოდესმე ზუსტი დაწვრილებით პასუხი? მე სხვადასხვა სას დაინტერესებული ვარ და რა. რატო არ დაინტერესებული ხართ? აქ არ ცხოვრობთ მე? რა უცხორო აბასაც ვცხოვრობ. და რატო არ ინტერესდებით დაუშვით? რა ვიცი. როგორც ხვები ისე მე. როგორც იქნება გავიტანთ. დავახოცებით თუ შივრები იქნება, როგორც იქნება გავიტანთ ამ ძალს. არ მოდახმარება მოვა, კარგი იქნება. არ მოვა და რა ვქნა. ავტობუსის გაჩერებაზე ხალხი ირევა. ადგილობრივები გორში მიდიან. ვარკვევთ, რომ მათ შორის ზემო არცევის რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მკვიდრია, რომლებიც ოკუპირებულ სოფელში დღემდე ცხოვრობენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენ მათი სახის დაფარვა გვიწევს. ამბობენ, რომ ქართველი სამართალდამცველები სოფლის დატოვებას თხოვენ. აქეთ ახლა ავტობუსი ელოდებით, ხო? აი რაზე დადიხართ ძირითადად? ეხლა ცხინვალში ძვირია, გადასვლა გადმოსვლა. 500 მონეტი არის, ჩახვიდე ჩამოხვიდე. რამდენი ლარია ხო? 25 ლარი მეტი. ჩახვიდე ჩამოხვიდე. ისე ვაკეთ მიჩნია. გორის თუ ეკეთ სათემოზე არ გუშვები. აკეთ სათემო რას ქვია? აქედან აი ქვემოარცევი. ხო, მე სათემოში დგანან ერედველები და არ გუშვები, ნაციონალები ხარ და გამოდით რაზე ხარ ასე. პოლიციელები. სათემოზე მსოფლზე ვერ გაივლი. ვერ გავიმ თუ აი რომ. ეხლა ესე დავდივარ. თავის. აქაც რო ჩაგვიკვეთონ სიმბაბა. საერთოდ წავა. ცხინვალში დადიხართ ხოლმე? არა. არ ყოფილ ხართ ომში მე არა. თითო 20 წელიანი ცხინვალში ვარ. ზემო არცევიდან დადიან ისე ცხინვალში. ეს იასამანი აღარ აყვავდება. კომშების, ჭერმების და ატმების შემდეგ ახლა მისი ჯერი დადგა. სანამ იზობებო იმას გაარკვევს. ფლავისმანში შეშა რატო არ მოიტანეს? მანამდე შეშას თვითონ ჭრის და თვითონ აწყობს. დღეს უბრალოდ ამ საქმეში ცოტას ჩვენს მივეხმარებით. გამარჯობა. ქვემო არცევისკენ როგორ წავიდეთ? ეხლა მარჯვე ჩაუხვე და სულ ასფალტზე იარეთ. ასფალტს არ გადაუხვე და ქვემო არცევში. ასფალტს არ გადაუხვიოთ იქით. მადლობა. ქვემო არცევამდე ჯერ სოფელი ქვეშია. სოფლის თავზე რუსული საგუშაგო. როგორ თვებით აბა ამ თორში? გაჭირებით. ვაშლები და საბოდი აბა რამდენი ამოიყარა ვაშლები და. ამოდი და მანახე. კი ბატონო. კახეთში ვაზი და შიდა ქართლში ვაშლი. მეხილეობით ცნობილ მხარეს დღეს ვაშლი გასაყიდად კი არა და საჭმელადაც აღარა აქვს. აქ მოყვანილ ცნობილ გოლდენს დღეს ჩალის ფასი აქვს.
დაჭრილი ვაშლის ბაღების სანახავად ეგრეთ წოდებული მეურნეობის დასახლებისკენ მივდივართ, მაგრამ მალევე ვჩერდებით. მოჭრილი ვაშლები თვითონ მოდიან ჩვენთან. ჩიტუნაშვილები სოფელ ქვეში ერთ-ერთი ძველი მოსახლეები არიან. მეხილეობასაც დიდი ხნის წინ მოკიდეს ხელი. დღეს კი ტრადიციულ კულტურებზე უარი უნდა თქვან. ვაშლს ფასი არ აქვს, ოჯახს კი შეშა. ეს ვაშლი იყო და რო აღარაფერი აღარ გამოდის, მოიჭრავს. განარისხავს ფასი არა. აქაც ვაშლის ბაღი იყო. დღეს უკვე ცარიელი ორმოებია. ხვალ რა იქნება ღმერთმა იცის. ჩიტუნაშვილებისგან განსხვავებით ელიზბარაშვილებს შეშის მოსატანად ტრაქტორის დაქირავება არ სჭირდებათ. მათ ნაკვეთი სახლთან ახლოს აქვთ, მთავარია გქონდეთ ცული, თორემ ბროცკი, გოლდენი და კეხურა შეშის ღუმელში გვარიანად იწვის. მთავარია გაისა დრას მოკრიფავენ. საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებლების ნახვას განვაგრძობთ. თუმცა უკვე ქალაქ გორში. საბავშვო ბაღ ინტელექტში შეგიძლიათ ზემო ნიქოზელებსა და ზარდიანად კარელებს შეხვდეთ. შენობაში დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში ბოლოს თითქმის 3 წლის წინ იყვნენ. მათი სახლი ჯერ რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს, შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა. ქართულ ოსურ სოფელში დღეს მხოლოდ ეთნიკური ოსები დარჩნენ. მათი სოფელში დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა არც სტატუსი აქვს და არც კოტეჯი. ტანჯვის გამო აი აქ მოვხვდი. ამ თავრობის ხელში კიდევაც კარგად ავართ. ამ თავრობამაც რაქნაშვილო. თავრუახვევია 1000-ნაირი პრობლემებით. რა უნდა გააკეთო? რო იტყვია რომ შვიდობაო, შეხედამ იქიდან ისახტება, იქიდან ისახტება, იქ ისახტება, იქ ისახტება და ესენიც ალბათ სულ დათარსულები დადიან ესენიც. ვანიკო 2008 წლის ომის შემდეგ დაიბადა. ინტელექტის შენობაში გაიზარდა და სიარულიც აქ ისწავლა. მშობლიურ ნიქოში ჯერ არ ყოფილა. ხმიადაშვილებს მეზობლების მსგავსად არც სტატუსი აქვს და არც კოტეჯი მიუღიათ. არც ტოლვილები გვქვია, ვერც ვერაფრით ვსარგებლობთ აი ამ იმით, რომ ვართ დევნილები წამოსულები ოჯახიდან. არაფრით ვერაფრით ვერ ვსარგებლობთ. არც სტატუსი მოგცეს, არც კოტეჯი, არც ფული, არაფერი. ვართ ეგრეთ გაურკვეველ მდგომარეობაში. ფული, არც კოტეჯი, არც შესახლება, რა ვიძახით და ვის მივმართოთ. შენობაში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. ცდილობთ ყველას შევხვდეთ და მოვუსმინოთ, თუმცა უშედეგოდ. აი სულ ოთახებში არიან. აი ხალხს მიუკაკუნეთ ის ოთახის კარები თუ არ არიან შიგნით არასყიდა ხალხი. დასიმალებია. აბა. გადაიხადო ნათილარი გზაში. გამგის ადგილას ვიყრები ამათახას.